ეროვნულ ოლიმპიადაში აჭარის რეგიონიდან გამარჯვებულთა რიცხვი მცირეა, მათგან ერთეულები იკავებენ პირველ 3 საპრიზო ადგილს. მიმდინარე წელს გამართულ ეროვნულ ოლიმპიადაში აჭარიდან მოსწავლეები მხოლოდ 10-ეულში მოხვდნენ. პირველი ადგილის მფლობელი კი მხოლოდ ერთია. დაბალი აკადემიური მაჩვენებლების მიზეზებზე დღეს როგორც აჭარის განათლების სამინისტროში, ისე სკოლებში თავად მოსწავლეები საუბრობენ. არგუმენტად ხელმძღვანელ პირებსა თუ ახალგაზრდებს, პედაგოგებსა და მოსწავლეებში დაბალი мотиваცია და სწავლების ხარისხი მოჰყავთ. ცვლად თემის შესახებ დღის მთავარ გამოშვებაში ვისაუბრებთ. მოსწავლეთა мотиваცია ძალიან დაბალია. სამწუხაროდ მოსწავლე და მასწავლებელი, მოსწავლე და წიგნი დაშორდნენ ერთმანეთს. სამწუხაროა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ წიგნების ხარისხი არის ცუდი, ძალიან ბევრი მასწავლებელი შემოიფარგლება მხოლოდ საკვეთილო პროცესით. სკოლებში არა კლასის გარეშე და სკოლის გარეშე მუშაობა სათანადო სიმაღლეზე. ვეღარ გადავლახე მეორე ტურის ბარიერა. ეს შეიძლება იყოს ჩემი უბრალეს, რადგან არ ვიყავებოთ სათანადოდ მომზადებული, ყურადღებოთ ვიყავიან, ვერ მოვახერხე კონცენტრაცია მომხდინებინა, ჩემს თავზე და კონკურენცია საკმაოდ დიდი იყო და ალბათ ამის გამოც ვერ შევძელი მესამე ტურში გადასვლა. შეიძლება იმის გამოც ბავშვები არ გადიან ოლიმპიადებზე და არა აქვს სურვილი რომ ამგვარ კონკურსებში მიიღონ მონაწილეობა.